ახლო აღმოსავლეთის შავი ხვრელი სულ უფრო ფართოვდება და რეგიონისთვის სულ უფრო დამანგრეველ მასშტაბებს იღებს. 13 ივნისს ისრაელის დაზვერვამ და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ტერიტორიაზე მაღალეფექტიანი ოპერაცია განახორციელეს. წარმოიდგინეთ, 12 ივნისს ირანში დაიძინეს, 13 ივნისს გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მცველების ხელმძღვანელობის ნახევარი ცოცხალი აღარ არის, წყობრიდან გამოსული არის ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ნაწილი და რაც მთავარია, წლობით უამრავი ფულადი თუ ინტელექტუალური რესურსით ნაშენები ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებული თუ არა ნაწილობრივ დაზიანებულია. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, იქნება როგორ უნდა მოახერხო ის, რომ შენი უმთავრესი მტრის სამხედრო ხელმძღვანელობა 2-3 საათში გაანადგურო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ბარიერი დაძლიო. ვინც რა არ უნდა თქვა, სინამდვილეში ირანი არის საკმაოდ სერიოზული სახელმწიფო, სადაც ასევე არიან უმაღლესი დონის სპეციალისტები, მათ შორის, რა თქმა უნდა, სამხედრო მიმართულებებზეც. ისინიც ხომ თავის მხრივ იმას ცდილობენ, რომ ისრაელის მოქმედებები მაქსიმალურად შეზღუდონ. ეს ართულებს მოსადის ოპერირებას ირანის ტერიტორიაზე. ზოგადად, თუ დაუკვირდებით, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება ახლო აღმოსავლეთი არის, მაგრამ ამ რეგიონზე ხშირად ვიდეოებს არ ვაკეთებ, იმიტომ რომ სამყაროში ყველაზე რთული და კომპლექსური რეგიონია. ყველაფერი ჩახლართული არის, ერთ მოვლენაზე რომ ისაუბრო, 10 პარალელურ მოვლენას უნდა შეეხო. დღევანდელი ვიდეოთაც დარწმუნდებით, რამდენად არეული არის მოვლენები. 13 ივნისს ირანის დროით ღამის 4-ის ნახევარზე ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევები განხორციელდა. ეს ბირთვული ობიექტები ძალიან ზოგადი სახელია, ამიტომ ჯობია ვიცოდეთ, რა იგულისხმება კონკრეტულად ამ შემთხვევაში. ეს სახელი აერთიანებს კვლევით სამეცნიერო ცენტრებს, ატომურ ელექტროსადგურებს, ურანის საბადოებს, ურანის გადამამუშავებელ და ურანის საწარმო ქარხნებს. ყველა ეს ობიექტი ირანის მასშტაბით მიმოფანტულია. ირანი კი თავის მხრივ უზარმაზარი სახელმწიფოა, ფაქტობრივად მთელი აღმოსავლეთ ევროპის ხელაა და წესით ამდენი ობიექტის განადგურება მოკლე ვადაში ფიზიკურად შეუძლებელია. სანამ ვიდეოს გავაგრძელებ, გეტყვით, რომ ჩვენი არხის მხარდამჭერი არის კეტოგენჯის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული პროდუქტი Brain Optimizer-ი, რომელსაც პირადად მეც მოვიხმარ და ახლა უკვე როდესაც ვხედავ იმ დადებით კომენტარებს, რომლებიც იწერება ვიდეოს ქვემოდან და რომელიც მე მომდის პირად შეტყობინებებში, კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ საუკეთესო პროდუქტს ვუწევ რეკომენდაციას. Brain Optimizer-ი აუმჯობესებს გონების მუშაობას, კონცენტრაციის უნარს და მე როგორც არაერთხელ ვახსენე, მეხმარება ინფორმაციის გადამუშავებაში. შესაძენად გადადით ბმულზე, რომელიც ვიდეოს აღწერაშია, ან ეწვიეთ თბილისში ვაჟა-ფშაველას 12-ში. ისრაელმა იერიში მიიტანა ნათანზეს ურანის ქარხანაზე. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ორივე მხარე ადასტურებს. ისრაელს და ირანიც, რომ კი იერიში მიიტანილია სამიზნეზე, ზუსტი ზარალი უცნობია. იერიში მიიტანეს ასევე ფორდოუზე, სადაც კვლევითი ცენტრი იყო. უცნობია ზუსტი ზარალი. ასევე როიტერსის ინფორმაციით ზუსტად ვიცით, რომ ამ რაიონში მინიმუმ 1 დრონი ჩამოაგდეს ირანელებმა. ასევე რაც ვიზუალური მტკიცებულებებით ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ირანის ერთ-ერთ მთავარ ბირთვულ ობიექტს, ისპაჰანში არსებულ გადამამუშავებელ ქარხანას პირდაპირ მოხვდა ისრაელის რაკეტა. ისევ და ისევ, რთულია ზარალის შეფასება, შეიძლება ნაწილობრივ განადგურდა, შეიძლება სრულად ან მსუბუქად. დაიბომბა ასევე ქვეყნის დედაქალაქი თეირანი, სადაც 80-მდე ადამიანი დაიღუპა და 330-მდე დაშავდა. იერიშები განხორციელდა ასევე სამხედრო არსენალზე, მაგალითად, ქალაქ პირანშერში კვამლის კოლონები იყო. სავარაუდოდ აქ მდებარეობს ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მიწისქვეშა ბაზა და ხმელეთი ტიპის ბალისტიკური რაკეტების საცავი. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იყო შეტევები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და რაკეტებზე, ასევე ხმელეთი ჰაერის ტიპის რაკეტების გამშვებებზე. ამას აცხადებს ცახალი. ამის გარდა თითქმის მთელ დასავლურ და ცენტრალურ ირანის ქალაქებში, მათ შორის თებრიზში, შირაზში, ჰორამაბადში, აეროდრომებსა და სხვადასხვა ობიექტებზე ისრაელმა შეტევები განახორციელა. ამის ვიზუალური მტკიცებულებებიც არსებობს. ზოგადად, თანამედროვე საჰაერო ბრძოლის მიდგომა არის ის, რომ ჯერ ანადგურებ მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს, ათავისუფლებ ცას და უკვე ამის შემდეგ აგრძელებ ნადირობას სხვადასხვა ობიექტებზე. ეს მიდგომა, რომ მუშა და ეფექტიანია, ჯერ კიდევ ამერიკამ უდაბნოს ქარიშხალისა და ერაყის ოკუპაციის დროს გვაჩვენა. სხვათა შორის, ამერიკელებმა მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების თანმიმდევრული გადატეხვა ვიეტნამის ომში ისწავლეს. როდესაც ერაყის ეპიზოდი მზად იქნება, ამის შესახებ იქ დეტალურად ვისაუბრებ. ის, რომ ასე მარტივად შეძლეს ისრაელელებმა ირანელების ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებზე თავდასხმის განხორციელება, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს ირანის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე. ბუნებრივია, რომ ირანს არ ექნება ულტრათანამედროვე რადარები და აღმოჩენის მოგერიების სისტემები. მაგრამ ის, რაც აქვთ, საკმარისი არის იმისთვის, რომ ელემენტარული მოწინააღმდეგის ავიაცია ან გაშვებული რაკეტა დააფიქსირონ.
ანუ აღმოჩენაზეა საუბარი და არა გადაჭერაზე. თან ამ შემთხვევაში მანძილი ირანის სასარგებლოდ მოქმედებს. ისრაელის საზღვრიდან ირანის საზღვრამდე 1000 კილომეტრია, თეირანამდე ხო საერთოდ 1500. ანუ რეაგირების დრო ჰქონდათ, მაგრამ ვერაფერი მოასწრეს. აქ უკვე შემოდის მოსადი. მათ ირანის სიღრმეში სახმელეთო ოპერაცია ჩაატარეს, ანუ ფიზიკურად იქ იმყოფებოდნენ. როგორც როიტერსის წყარო ამბობს, მოსადმა ირანის ტერიტორიაზე და მათ შორის თეირანში განათავსა დრონები, რომლებმაც მოგვიანებით ეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები გაანადგურა. დაახლოებით უკრაინამ რაც გააკეთა რუსეთში, ოპერაცია ავლაბუდა იგივე პრინციპი იყო აქაც. ჩვენ ვნახეთ კადრები, როგორ ფეთქდებოდა ირანის თავდაცვის სისტემები. ბუნებრივია, ყველა ხვდებით, რომ ეს ოპერაცია დიდი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. Washington Post-ი ამ ოპერაციის სიღრმისეულ დეტალებზე წერს. მათ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ისრაელს ამ თვეების განმავლობაში ირანში შეჰქონდა ჩემოდნებით, ავტომობილებით და საზღვაო კონტეინერებით ყველა საჭირო დეტალი. ანუ წარმოიდგინეთ, მცირე თუ დიდი ზომის კომპონენტები, მათ შორის საბრძოლო მასალა, ყველა არსებული სადისტრიბუციო ხაზით შეჰქონდათ. ოპერატიული თანამშრომლები ამ დეტალებს უკვე ადგილზე აწყობდნენ და ირანის შიგნით აგზავნიდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ჯგუფის ლიდერები გადამზადდნენ მესამე ქვეყნებში, მათ კი უკვე მერე თავის ჯგუფები დაატრენინგეს. თავდასხმის დაწყებიდან ამ ჯგუფებმა ჯერ ადგილზე გათიშეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რაკეტები იმ დროს გაანადგურეს, როცა შეტევისთვის ან ცის დაცვისთვის მზადდებოდა. ოპერაციის მიზანი იყო, რომ ისრაელის ავიაციას თავისუფლად ემოქმედა ირანში. წყაროს ცნობით, მათ შეძლეს ათობით სისტემის დაზიანება. ისრაელმა ზუსტად იცოდა ირანის თავდაცვის კომპლექსების ლოკაცია, მაგრამ ამას დიდად აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ მანძილის გამო ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ, რომ ისინი გაენადგურებინათ. გამომდინარე აქედან, საჭირო იყო ოპერაცია ადგილზე ირანის ტერიტორიაზე ჩატარებულიყო. მოსადს შესწავლილი ჰქონდა ირანის მთავარი სუსტი წერტილი. მათ 4-ჯერ მეტი რაკეტები ჰქონდათ, ვიდრე ამ რაკეტების გადასაზიდვის სატრანსპორტო საშუალება. ამიტომ მთავარი იყო ამ სატვირთოების განადგურება. ახლა რომ გავაგრძელოთ, წარმოიდგინეთ, ასეთი მასშტაბური ოპერაცია ჩატარდა და მყისიერი პასუხი კი არა, მეორე დღეა ჯერ იმას არ კვებდნენ, კიდევ ვინ დაეღუპათ. გულისხმობ სამხედრო მაღალჩინოსნობას. ნებისმიერი ძლიერი ქვეყანა რომ ავიღოთ, ყველა მათგანს აქვს საგანგებო გეგმა, რას აკეთებენ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მათ თავს დაესხა. გამონაკლისი არც ირანია, ისევ და ისევ ვიმეორებ, ირანი არ არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, ელემენტარული, მაგალითს გეტყვით. დრონების წარმოება რომ ავიღოთ, ხომ ცდილობენ რომ არ ჩამორჩენ ტექნოლოგიურ განვითარებას და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ საქმეზე როდესაც მიდგება, ეს არ გამოსდით. როდესაც გასულ წელს პრეზიდენტი დაეღუპათ, მათმა სამამულო დრონებმა ვერ შეძლეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა. ისევ თურქეთი დაეხმარა, იმიტომ რომ მათი დრონები ბევრად მაღალტექნოლოგიური იყო, უფრო თანამედროვე და რაც მთავარია, ყველა ამინჩი შეეძლოთ ოპერირება. მიუხედავად ამისა, ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა მაინც არ არის. ეს არის უზარმაზარი კულტურის, ცოდნის და სამხედრო გამოცდილების მქონე სახელმწიფო. რა თქმა უნდა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მცველებს საგანგებო გეგმა ჰქონდათ, მაგრამ პრობლემა იმაში იყო, რომ ბრძანების გამცემი ფიზიკურად არ არსებობდა. არ არსებობდა ის ადამიანი, ვინც განკარგულებას გასცემდა, მონიტორინგს გაუწევდა, დააორგანიზებდა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ყველა ასეთი ისრაელმა იმ ღამეს გაანადგურა. ლიკვიდირებულებიდან ყველაზე ცნობილი იყო ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი. შემდეგ მოდის ირანის გენშტაბის მეთაური მოჰამედ ბაგერი, მოკლულებს შორის ასევე არიან ირანის საჰაერო კოსმოსური ძალების გენერალი ამირ ალი ჰაჯიზადე. შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე გოლამ ალი რაშიდი, საზღვაო ძალების ყოფილი უფროსი მეთაური, რომელიც ამერიკასთან ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებებს კურირებდა, ალი შამხანი, ფერეიდან აბასი, ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მუჰამედ მეჰდი თეჰრანჯი, ფიზიკოსი, თეირანის ისლამური აზიდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი. მთლიანობაში კი მოკლულია 20 უმაღლესი რანგის სამხედრო მაღალჩინოსანი. აღსანიშნავია, რომ მოკლულებს შორის არის ყუდსის ძალების მეთაურიც ისმაილ ყაანი. ანუ ყველა წამყვანი პირი, ვისაც უსწრაფესად რეაგირება შეეძლო როგორც შეტევებზე, ისე ბირთვული ობიექტების შენარჩუნებაზე, ასეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობდნენ. აიათოლა ხომენეიმ სამხედრო მაღალჩინოსნებს უკვე შემცრელები მოუძებნა. სხვადასხვა დააკვირდით, ისრაელის ეს მიდგომა, ანუ მტრისგან ეიტრალება და სრული დეორგანიზება უკვე გამოცდილი ტაქტიკაა. პირველად მათ ეს გასულ წელს გამოიყენეს, როდესაც ჰეზბოლა მინიმალური წინააღმდეგობით სრულად გაანეიტრალეს. რატომ უნდა ეომო მთლიან ჯარს, როდესაც შეგიძლია ეს ჯარი მეთაურების გარეშე დატოვო? ანუ ჰეზბოლას კი არ შეასკდნენ, არამედ ჰეზბოლას მოაჭრეს სამეთაურო თავი. მაგრამ ისევ და ისევ ირანი ჰეზბოლა არ არის და ამ შემცვლელებს მეორე დღეს მაინც იპოვიან. ახლა კიდევ ერთი საინტერესო მომენტი.
როგორ მოხდა ისე, რომ ამდენი მაღალჩინოსანი ასე მოკლე ვადაში დახოცეს? მთელი კვირა მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ისრაელი ირანზე შეტევას აპირებდა. როგორც ავტორიტეტული და სანდო აქსიოსი წერს, ისრაელს უშუალოდ ირანის ძალოვან სისტემებში, ანუ საუბარია გუშაკთა კორპუსში, თავის აგენტურული ქსელი ჰყავდა. მათ ჰქონდათ მოპოვებული პროტოკოლი, რომლის მიხედვით ზუსტად იცოდნენ, რომელ ბუნკერში და რომელ საათზე შეიკრიბებოდნენ სამხედრო მაღალჩინოსნები. ზუსტად მან გაანადგურეს მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მეთაურიც. შემდეგი ეტაპი იყო უკვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ფიზიკური განადგურება, რომლის რუკა უზუსტესი კოორდინატებით ისრაელს ჰქონდა. 13 ივნისს გვიან, როდესაც ირანელები შოკიდან გამოვიდნენ, გონს მოეგნენ და სამეთაურო ჯაჭვი ასე თუ ისე აღადგინეს, საპასუხო იერიში მიიტანეს ისრაელზე. დაიბომბა თელ-ავივი და ჩრდილოეთ ისრაელის რამდენიმე ქალაქი. რამდენიმე ზუსტი დარტყმაც განხორციელდა. როგორც ირანული წყაროები წერდნენ, მათ დააზიანეს თელ-ავივში ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შენობა. ასევე ვნახეთ უბნები, სადაც სერიოზული ნგრევები იყო. მთლიანობაში ირანის იერიშები არ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორც ისრაელის. მე ვიტყოდი, საერთოდ ახლოსაც კი არ დგას. აი, მშრალი ფაქტები რომ ავიღოთ და შევადაროთ. ერთმა ქვეყანამ მეორეს გაუნადგურა უმაღლესი ხელმძღვანელობა, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რაც მთავარია ბირთვული ობიექტები, რომლებსაც წლობით აშენებდნენ და მეორემ ამ დროს დაუბომბა ქალაქები, სადაც მაქსიმუმ რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. მთელი ეს დღეები ისრაელის ავიაცია შედის ირანის ტერიტორიაზე, მშვიდად ანადგურებს სამიზნებს და უკან გამოდის დანაკარგების გარეშე. 1979 წლიდან ირანი ასე არავის არ დაუმცირებია. მაქსიმუმ ახლა რასაც ირანელები აკეთებენ, ვიდეოებს იღებენ სად რა იწვის. ზემოთ გითხარით, რომ ახლო აღმოსავლეთი თავის კომპლექსურობის გამო ყველაზე რთული რეგიონია. ახლა ნახეთ რა ხდება. ერთი შეხედვით ეს ამხელა მსხვერპლი სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის ყველაზე მეტად არ უნდა აწყობდეს ირანის სულიერ ლიდერს, მაგრამ ნახეთ რა ჩახლართულია. როდესაც ქვეყანაში არის გამყარებული რეჟიმი და ეს რეჟიმი რა არის, რომ მართლობა ეფუძნება ბრუტალურ ძალას. ძალიან დიდი არის იმის ცდუნება, რომ ამ ძალაში ვინც იხარშება და ვიზეც დგას ეს რეჟიმი, რომელიმე ძალოვანი ოფიცერი და ასე შემდეგ, ჩრდილში მოიხვეჭს ავტორიტეტს და ნელ-ნელა გახდება იმაზე პოპულარული, ვიდრე ვინც ვითომ ამ რეჟიმის თავში დგას. ზუსტად ასე შეიქმნა სადამ ჰუსეინი, მუამარ კადაფი და ასე შემდეგ. ისინიც ერთ დროს მუშაობდნენ ძალოვან სტრუქტურებში. მზარდი პოპულარობა შეიძინა ალი შამჰანიმ, რომელიც ჯერ ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსში მსახურობდა და წამყვან თანამდებობას იკავებდა. უამრავი კომპლიმენტი არსებობდა ირანის შიგნით თუ გარეთ შამჰანის უნარებზე. მას ირანული დიპლომატიის ამომავალ ვარსკვლავსაც კი უწოდებდნენ. იყო ამბიციური, ქარიზმატული, თან განათლებული და თავის საქმის მცოდნე. მისი მზარდი ავტორიტეტის გამო 2023 წელს მოულოდნელად აიათოლას გადაწყვეტილებით თანამდებობიდან მოხსნეს, ანუ ძალოვანი სტრუქტურიდან გამოიყვანა ხამენეიმ და მასთან უფრო ახლოს მრჩევლის პოზიციაზე გადაიყვანა. მისი მოკავშირეების სისტემაში კი ყველაზე კარგ შემთხვევაში გაათავისუფლეს, უარეს შემთხვევაში კი გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვლილები იპოვეს. აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ აიათოლა არც სახელია, არც გვარია და ასე შემდეგ. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ და ამ ვიდეოში მეტი არც არის საჭირო, აიათოლა ეს არის შიიტურ ისლამში უმაღლესი სასულიერო თანამდებობა. ხო და რომ გავაგრძელოთ საუბარი, ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, სადაც ამდენი უმაღლესი რანგის პირები დახოცეს. რატომ არის ისევ ცოცხალი ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი? ისრაელისთვის ხამენეის ლიკვიდაცია არც ისე ოპტიმალური ვარიანტია. ამას უფრო მეტი უკუ რეაქცია მოყვება, ვიდრე ბენეფიტები. რატომ ფიქრობ ასე? ირანის მოკავშირე ჯგუფები, როგორიცაა მაგალითად ლიბანში ჰეზბოლა, იემენში ჰუსიტები, ერაყში კატაიბ ჰეზბოლა და სხვები, თავს მიიჩნევენ უმაღლესი რელიგიური ავტორიტეტის მცველებად. აიათოლა ალი ხამენეის მოკლა კი ფაქტობრივად გამოიწვევდა ამ ჯგუფების ერთობლივ შეტევას ისრაელზე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სუსტები ან ძლიერები არიან. მათი პირდაპირი რელიგიურ ფანატიკური მოვალეობა იქნებოდა, რომ შური იძიონ ნებისმიერი სახით. გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ აიათოლა ხამენეი თავის მემკვიდრედ ამზადებს თავის ვაჟს მოჯტაბა ხამენეის. მაგრამ ნახეთ აქ პრობლემა რაშია. მოჯტაბას არ აქვს რელიგიური უფლება მოსილება, რომ გახდეს აიათოლა. ის არასწავლიდა უმაღლეს სასულიერო სემინარიაში, შესაბამისად ფიზიკურად ვერ გახდება აიათოლა. შიიტურ ისლამში კი უმაღლესი სულიერი ლიდერობისთვის ლეგიტიმაციას ათწლეულობით სამეცნიერო მოღვაწეობა სჭირდება. ასე წოდებას არავინ გადმოგცემს მემკვიდრეობით. აიათოლა რომ მოკლან, ეს დააჩქარებს მისი ვაჟის ლეგიტიმაციის პროცესს. თუ ირანში სულიერი ლიდერი კვდება, იწყება თანამდებობის გადაბარების პროცესი, რომელსაც ექსპერტების ასამბლეა მართავს. ეს ასამბლეა დაკომპლექტდა რადიკალური ფრაქციების სასულიერო პირებით. აიათოლას თუ მოკლავდნენ,
ეს გააერთიანებდა სხვადასხვა ფრაქციებს და შურისძიების წყურვილი შეპყრობილებისთვის მნიშვნელოვანი არ იქნებოდა მოჯტაბას სასულიერო გამოცდილება, რომელიც მამის იდეების გამტარი და გამგრძელებელია. რაც უნდა დიდი პროტესტი იყოს ირანელ ხალხში რიგი საკითხების გამო, სულიერი ლიდერი მაინც უდიდესი გავლენით სარგებლობს. ხამენეიზე ან მოჯტაბაზე რომ მიიტანოს ისრაელმა იერიში, ხალხში ეს შეფასდება მათ მოწამეობრივ სიკვდილად და ასეთ შემთხვევაში არსებობს პროირანული ძალების, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით საზოგადოების კონსოლიდაციის უდიდესი რისკი. ახლა თუ არსებული სიტუაცია შენარჩუნდება და მამაშვილი გადარჩებიან, ირანში უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაში და უმაღლეს სასულიერო გაერთიანებაში უდიდესი დაპირისპირებები წავა იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება აიათოლას მემკვიდრე. სხვათა შორის არც ისე სახარბიელო სიტუაციაშია ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეტანიაჰუც. ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურს ჰქვია შაბაკი. ესეც საკმაოდ სოლიდური დანაყოფი არის, არ არის ისე პოპულარული როგორც მოსადი, მაგრამ ღრმად პატივსაცემის სამსახურია. მოხდა ისე, რომ ნეტანიაჰუმ ისრაელის ისტორიაში პირველად გაათავისუფლა შაბაკის ხელმძღვანელი რონენ ბარი. ბიბიმ ეს იმით ახსნა, რომ 7 ოქტომბრის ტერაქტის შემდეგ მას ნდობა აღარ ჰქონდა ძველებურად შაბაკის დირექტორთან შესაბამისად მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. სხვათა შორის სანამ გავაგრძელებ, გეტყვით იმას, რომ ერთ დროს შაბაკის ხელმძღვანელი იყო წარმოშობით ქართველი. ვისაც გაინტერესებთ, მასალა იქნება ტელეგრამზე. რონენი კი იმას ამბობდა, რომ ნეტანიაჰუ 7 ოქტომბრის მოვლენების გამოძიებას ხელს უშლიდა და პრიორიტეტს ანიჭებდა თავისი გარემოცვის და პირადი საქმის პრესტიჟს. ანუ არ სურდა ბიბის, რომ რაღაც დეტალი ამოტივირებულიყო, რომელიც მის წინააღმდეგ შემოbrunდებოდა. სასამართლომ სხვათა შორის რონენის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო და აღიარა, რომ დარღვეული იყო პროცედურული საკითხები. ასევე გამოიკვეთა კონფლიქტის ინტერესები, რადგან შაბაკი ნეტანიაჰუს ახლობლების კიდევ სხვა არანაკლებ სკანდალურ საქმეს იძიებდა, რომელსაც კატარგეითი ჰქვია. გამოძიებისას ბარიმ თქვა, რომ უარს ამბობდა პრემიერ-მინისტრის დავალებების შესრულებაზე, რადგან თვლიდა, რომ ეს იყო არაკანონიერი ოპერაციები. ამის გამო დაიწყო მასზე წნეხი და მუქარები. დაზვერვის ყოფილი შეფი დაემუქრა ნეტანიაჰუს, რომ მთელ სიმართლეს მოყვები, თუ კი კანონის წინააღმდეგ წახვალო. ქვეყანაში დიდი პროტესტები დაიწყო, ადამიანების საკმაო ნაწილი ბარის პოზიციებს იზიარებდა, საბოლოოდ ბიბიმ თავისი გაიტანა, ახალ მეთაურად ყოფილი გენერალი დევიდ ზინი წარადგინა. პროკურორმა მისი დანიშვნა არაკანონიერად აღიარა. ახლა მიმდინარეობს იურიდიული გარჩევები. ასეთი სკანდალების შიდა დაპირისპირების დროს იმისათვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, საჭიროა წამოიწყო ომი. ისევ და ისევ ომს იწყებ იმიტომ, რომ მოახდინო გარშემომყოფების კონსოლიდაცია. როდესაც ომი იწყება, არავის აღარ აინტერესებს აღარც გამოძიება, აღარც შენი ცოდვები და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს გადადის ბოლო პლანზე. და რაც მთავარია, მოსახლეობაც უფრო ერთიანი ხდება. ისინი სამშობლოს დაუჭერენ მხარს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს ომი უნდა იყოს მოკლე ვადიანი და აუცილებლად გამარჯვებით უნდა დასრულდეს. წაგების შემთხვევაში მაინც მოგიწვრიან. ამ შემთხვევაში ისრაელი ასეთ ომებში დამარცხებული ფიზიკურად ვერ გამოვა, იმიტომ რომ მას ზურგს უმაგრებს ამერიკა, ამერიკა კი რეგიონში ისრაელს არასდროს არაფრის ფასად არ დათმობს. ანუ არ მისცემს ირანს იმის საშუალებას, რომ გახდეს ჰეგემონი. ყოველთვის იქნება ისრაელის გვერდით და ნებისმიერ ჩაყვება ბოლომდე. ამიტომ რასაც ბიბი აკეთებს კარგად. ისე ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაგიჩნდებოდა შეკითხვა, საერთოდ რატომ ომობენ? თან სად ირანი, სად ისრაელი, უზარმაზარი ბუფერული ზონებია მათ შორის. რეალურად შაჰის ირანი მეგობრობდა კიდეც ისრაელთან, მაგრამ 1979 წლიდან, როცა ქვეყანაში ისლამური რევოლუცია მოხდა და მარიონეტული მთავრობა დაემხო, ირანს გაუჩნდა დიდი ამბიციები. თუმცა ეს ამბიციები არ იყო ჯანსაღი და მიზნის მიღწევის ბრუტალურ და ბინძურ გზებს გულისხმობდა. ირანის ახალი ხელისუფლება პირდაპირ ამბობდა, რომ ისრაელი საერთოდ არ არსებობს, ეს არ არის ქვეყანა, ის უნდა მოკვდეს და უნდა მოკვდეს ამერიკასთან ერთად. ისინი თვლიდნენ, რომ ისრაელი არის სიონისტური წარმონაქმნი, რომელიც აუცილებლად უნდა განადგურდეს. ირანი აღმოჩნდა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში და უზარმაზარ სანქციებში. თუმცა ასეთ ვითარებაში ცხოვრება ისწავლეს და მეტიც მოძლიერდნენ. დღეს ასია თუ ისეა რეგიონალური ზესახელმწიფოა ისრაელთან ერთად. მაგრამ მხარეებს შორის პირველობისთვის და დომინანტობისთვის ბრძოლა სულ გრძელდებოდა. ცოტა ხნის წინ ვახსენე, რომ ქვეყნებს შორის დიდი ბუფერული ზონებია და ისინი ასე პირდაპირ ერთმანეთს არ ესაზღვრებიან. მაგრამ ნახეთ. რევოლუციის შემდეგ ირანმა ისრაელის ირგვლივ შექმნა, დააფინანსა და გააძლიერა ორგანიზაციები, რომლებიც გახდნენ მისი სატელიტები. აი მივყვეთ, ისრაელის ჩრდილოეთში ლიბანი შეიქმნა ჰეზბოლა.
ისრაელის სამხრეთში, ღაზაში შეიქმნა ჰამასი. აღმოსავლეთით ისევ პირდაპირ არ ესაზღვრებიან, მაგრამ მაინც ერაყში შეიქმნა კატაიფ ჰეზბოლა. იემენში ჰუსიტები, ხოლო სირიაში ხო საერთოდ მთავრობა იყო პროირანული, რომელიც ემორჩილებოდა, რა თქმა უნდა, აიათოლას. გარდა იმისა, რომ ირანი ისრაელს მიეპარა და პროქსებით შემოსაზღვრა, ასევე მისთვის უსაფრთხო ზონების შექმნა და კომფორტულად გრძნობდა თავს. თუმცა 2023 წლიდან ისრაელმა ჯერ ჰამასი გაანადგურა, განადგურება შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, რადგან ორგანიზაცია მაინც არსებობს და დღემდე ყველა ტყვე არაა თავისუფალი, მაგრამ ახლა ძალიან დასუსტებულია. შემდეგ ლიბანში ჰეზბოლას მეთაურები, მათ შორის უმაღლესი სასულიერო პირი ჰასან ნასრალა მოკლეს, მანამდე პეიჯერების ოპერაცია ჩაატარეს, ამასობაში სირიასაც ბომბავდნენ, ბოლოს საერთოდ ასადის ხელისუფლება დაემხო და ქვეყანაში ალ-შარას სახით ახალი მთავრობა მოვიდა. ჰუსიტები მაინც შორს არიან, ისეთ პირდაპირ საფრთხეს ვერ წარმოადგენენ, ერაყის ჰეზბოლა კი ისედაც არ არის ძლიერი და არც ეგ ესაზღვრება პირდაპირ. ამიტომ 2023 წლიდან ისრაელმა ეტაპობრივად შეასუსტა ირანის პროქსები. თუ კი იდეალურ შესაძლებლობას ელოდა ისრაელი, რომ ირანზე მიეტანა იერიში, აი ახლა იყო ზუსტად ეგ მომენტი, რომელიც გამოიყენეს კიდეც. ერთი შეხედვით ისრაელმა ყველაფერი სწორად გააკეთა. არ მისცა შესაძლებლობა მოწინააღმდეგე ქვეყანას მის ირგვლივ უკიდურესად გაძლიერებულიყო და ალყაში მოქცეულიყო. არ მისცა საშუალება ირანს, რომ ბირთვული იარაღი შეექმნათ. ასე ჯობდა, ეს იყო პრაგმატული პოლიტიკა. პრაგმატული არ ნიშნავს სამართლიანს. როგორ შეიძლება იმას უწოდოს სამართლიანი, რასაც ისრაელი აკეთებს ღაზაში, ეს არც პროპორციული ძალის გამოყენება არის, მაგრამ ეს არის პრაგმატული. ისრაელს საერთოდ არ ადარდებს სხვა ქვეყანა, სხვისი მოსახლეობა და ასე შემდეგ, მათთვის მთავარი არის ეროვნული და საგარეო უსაფრთხოება. ამას ვეძახი პრაგმატულს. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ისრაელი რომ ყოფილიყო გაეროს იმედზე, რომელიც წელიწადში 2-ჯერ 3-ჯერ იტყოდა, რომ გმობთ ირანის ბირთვულ პოლიტიკას და ასე შემდეგ. ხომ სულ სხვანაირი სურათი გვექნებოდა ახლა. ამიტომ ჩემი აზრით ჯობია ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო და არ გქონდეს ასეთი ორგანიზაციების იმედი. ჯობია შენი მოქმედო, ვიდრე ვიღაცის განცხადებებს ელოდებოდე, რომელიც ისედაც არაფერს ნიშნავს. რაც შეეხება ირანს, ისინიც პრაგმატულად მოქმედებდნენ და კიდევ ერთხელ გავიმეორე, პრაგმატიზმი მაინც და მაინც სამართლიანობას არ ნიშნავს. გულახდილად რომ თქვათ, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირანმა ბირთვული იარაღი ვერ შექმნა და მუდმივად ამაზე ედავებოდნენ, იყო ის, რომ უბრალოდ დასავლეთისთვის არასასურველი ხელისუფლება იყო ირანში. მანამდე შაჰი ვინც იყო, მისი პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ბევრად ლიბერალური და სულ დათმობებზე მიდიოდა. ირანის პოზიციიდან რომ შევხედოთ, ცდილობა რომ ირანს შეექმნა ბირთვული იარაღი ალბათ ნაწილობრივ სამართლიანი იყო. ისიც ამ იარაღს პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოების გარანტიისთვის ქმნიდა. აქ შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ირანი ტერორიზმს აფინანსებს და რატომ უნდა ჰქონდეს მას ბირთვული იარაღი. პაკისტანიც აფინანსებდა სხვადასხვა დროს ტერორიზმს, მაგრამ ბირთვული იარაღი უკვე ჰქონდათ. ჩრდილოეთ კორეაშიც ფანატიზმია, ამ შემთხვევაში რელიგიის არა, მაგრამ პოლიტიკური კულტის. ისეთებს აქვთ ეს იარაღი, რომ შეიძლება ირანი კიდევ უფრო რაციონალური ჩანდეს მათ ფონზე. ამ შემთხვევაში რეგიონში ძალთა ბალანსი კი არ უნდოდა მსოფლიოს, არამედ უნდოდა ერთი ძალა, რომელიც იქნებოდა დომინანტი. ერთი და სხვა იქ არავინ არ უნდა ყოფილიყო. ეს იყო ისრაელი. რა იქნება ახლა? ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ არსებობს რაღაც კანონზომიერებები, რომლებიც ჩემი აზრით აიათოლას პოზიციებს დაათმობინებს. პირველ რიგში ის, რომ აიათოლა ხამენეის რეჟიმი მტკიცე არ არის. ვინც რა არ უნდა თქვას, ფაქტი არის, რომ მტკიცე არ არის. როდესაც შენი მთავარი მტერი, როგორც იდეოლოგიური, ასევე რელიგიური, შენ ქვეყანაში შემოგიტანს იარაღს, განათავსებს დედაქალაქთან ახლოს, ეს ნიშნავს, რომ რეჟიმი მყარი აღარ არის. ეს ნიშნავს, რომ სადღაც კორუფცია, სადღაც აგენტები ყავს, ეს ნიშნავს, რომ გაჩნდა ბზარები, რომლებსაც უკვე ვერაფერი ვეღარ ამოავსებს, ვეღარც ძალადობა და ვეღარც ტკბილი საუბარი. აიათოლა ამ შემთხვევაში წამგებიან სიტუაციაში იმყოფება და ნეტანიაჰუსგან განსხვავებით, მას სწრაფი, გამარჯვებით გარანტირებული ომის საშუალება არ აქვს, რაც რეჟიმის ჩამოშლას ნიშნავს, თუ კი ომში აყვება. ამიტომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის პირიქით არ აწყობს ომი. საბოლოოდ ისრაელი მაინც მიაღწევს სანატრელ მიზანს და ირანი უარს იტყვის ბირთვული იარაღის შექმნაზე. ხამენეი ალბათ დარჩება, მაგრამ იქნება სრულად განეიტრალებული ყოველგვარი ბირთვული პოტენციალის გარეშე, პროქსი ორგანიზაციების გარეშეც. ირანმა რეჟიმის ფარგლებში კიდევ სერიოზულად გაქაჩა. წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელიც სრულად იზოლირებულია, ასეა თუ ისეა თავისი შექმნა და ამუშავა ყველა მიმართულება. ის მხოლოდ სამხედრო ქარხანა არ არის.
უამრავი საყოფაცხოვრებო, სამომხმარებლო თუ სასურსათო პროდუქტის მწარმოებელი სახელმწიფოა. საქართველოშიც კი შემოდის ირანული პროდუქცია. ბიზნესი იყენებს მათ მასალებს და ასე შემდეგ. იმას ვამბობ, რომ იზოლაციის გათვალისწინებით საკმაოდ ბევრი შეძლეს და დასაცინი პროგრესი ნამდვილად არ არის. მაგრამ მმართველობა, რომელიც დგას რეჟიმზე და ეს რეჟიმი თავის მხრივ განმტკიცებული არის შიშით, უფლებების შელახვით, ადამიანების ჩაგვრით, დამცირებით, მე არ ვამბობ, რომ აუცილებლად მასიურად ასე ხდებოდა. მე ვამბობ იმ შემთხვევებს, რომლებიც ვიცით, ხო? ესეთი რეჟიმი ჯანსაღი ვერ იქნება. და თან მოწინააღმდეგისთვის უფრო მარტივი არის, რომ ასეთ სისტემაში შეაღწიოს. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ რაღაც დათრგუნული გარემო, ხო? და მოდის ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ მე შენ აქედან დაგიხსნი, შენ მოდი ეს ინფორმაცია მომეც და მე შენ ამდენს გადაგიხდი, ანუ თავაზობს ისეთ თანხას, რომელსაც შენ შეიძლება მთელი ცხოვრება ვერ გამოიმუშაო ირანში მუშაობის დროს, შეიძლება ეს თანხა იყოს რაღაც შენი 1 წლის შემოსავალი, შენი ოჯახის 1 წლის შემოსავალი და ასე შემდეგ. გეუბნება, რომ მოდი შენ ეს საქმე გამიკეთე, მე კი შენ ოჯახს გავიყვან, სადღაც ესპანეთში გაცხოვრებთ, ვერავინ ვერ გაიგებს ვინ ხარ, საიდან ხარ და ასე შემდეგ და თან ასეთ რაღაცებს ასრულებდნენ კიდეც. ანუ იმიტომ არის განსაკუთრებული, რომ იციან ვის როგორ უნდა ემუშაონ და მით უმეტეს მარტივი არის რეჟიმში შეღწევა და იქ ადამიანების ცნუნება, მოხიბლა და ასე შემდეგ. ცალკე აღნიშნავს ემსახურება ისრაელის ახლებური ტაქტიკა. არ ეომო ჯარს, ეომე მთავარ სარდლობას. ჰეზბოლას შემთხვევაშიც ასე იყო, პირდაპირ კონფლიქტში კი არ შევიდა, არამედ მოამზადა უდიდესი ოპერაცია და ხელისერთი მოსმით გაანადგურა მეთაურები. იგივე გაიმეორა ირანში. ორივე შემთხვევაში წარმატება გარანტირებულია. ამ შემთხვევაში სხვათა შორის კიდევ საინტერესო არის რა არის წარმატება. წარმატება არის მხოლოდ ის, რომ რეჟიმს მოარყევ, თუ წარმატება არის, რომ რეჟიმს საერთოდ შეცვლი, თუ ბირთვულ ობიექტებს რომ გაუნადგურებ. ალბათ ამ სამიდან პრიორიტეტი რა თქმა უნდა მიენიჭება ბირთვულ ობიექტებს. ახლა ვინც რა არ უნდა თქვას, თუნდაც ირანში სთხოვონ რომ მოდი დავზავდეთ, ისრაელი შეეცდება ამ ბირთვული ობიექტების განადგურებას, იმიტომ რომ ასეთი შანსი როდის მიეცემა კიდევ რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოს და სრულად ამოძირკოს მთელი ეს წლობით ნაშენები პროგრესი, არავინ არ იცის. შესაბამისად, ცივად, პრაგმატულად მიუდგებიან საკითხს და საქმეს სავარაუდოდ ბოლომდე გაიყვანენ. ასეთი გამოვიდა ამ უკანასკნელი დღეების მიმოხილვა. დროებით